რა საერთო აქვთ? სოფელს, რომელიც უკანონო მშენებლობას წინახუდგა და ქალს, რომელმაც ძალადობისგან საკუთარი თავი და შული დაიხსნა. რა აკავშირებთ ყოფილ პატიმარს, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს და მეცნიერს, რომელსაც კვლევისთვის შესაბამისი ხელსაწყოები სჭირდება. მოზარდს, რომელიც სიარულს ახლიდან სწავლობს და გლეხს, რომელიც საქმეს თავიდან იწყებს. შველს დაცულ ტერიტორიაზე და მე-13 საუკუნის ფრესკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. რა ერთიანებთ ბიზნესმენს, რომელიც მთავრობას სასამართლოში უჩივის და მრავალშვილიან დედას, რომელიც გაუქმებულ სოციალურ დახმარებას ასაჩივრებს. მთაში ბავშვს, სკოლამდე მისასვლელად ტრანსპორტი რომ სჭირდება და მოხუცებულს, რომელსაც უნდა რომ თავისი კუთხე მეტად განვითარებული ნახოს. მას, ვინც ძველ სისტემას ებრძვის და მას, ვინც ახალ სისტემებს ნერგავს. მას, ვინც თავისუფლებას ავრცელებს და მას, ვისაც თავისუფლებებს უზღუდავენ. შეიძლება სულ სხვადასხვა, რაც მათ სჭირდებათ, რაც ადარდებთ და საითაც მიდიან, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო. ისინი ყველანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებენ მხარდაჭერას. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოში ერთხელ მაინც ყველას უსარგებლია არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობით. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთო საქმე, მთელი საქართველოსთვის.